მოგესალმებით გოგა TV-ზე. ახალი დეტალები ილია ფილფანის გაუჩინარების შესახებ. ვინ და სად ნახა ბავშვი? ინტერპოლმა სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის ყვითელი ცირკულარის ძებნა გამოაცხადა. მოზარდის სოფელ ლენჯეხში ბებია სტუმრობდა. 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი პოვნისათვის 50,000 ლარი დააწესა. თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციის საფუძველზე თანხას გასცემდნენ. არავის უნახავს არც ბავშვისა და არც ველოსიპედის კვალი, ამიტომაც მივმართეთ ინტერპოლს. ნათესავებმა დაინახეს, როგორ გავიდა ბავშვის სახლიდან ველოსიპედით და მერე საით წავიდა, არავინ იცის. სულ ახლახან ერთი ადამიანი დაგვიკავშირდა. გვითხრა ფული არ მაინტერესებს, ლარსაც არ ავიღებ. ასეთი ბიჭი აჭარაში სანაპიროზე დავინახეო. არ ვიცი მართალია თუ არა ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არაფერი ვიცით, ვფიქრობთ, დაწესებული ჯილდო დაგვეხმარება ბავშვის პოვნაში, ამით ხალხის ყურადღებას მივიპყრობთ. მაგალითად, ბავშვი შევიდა მაღაზიაში, მას არავინ აკვირდება. ჯილდოს მიღებით წახალისებული გამყიდველი კი უფრო ყურადღებით იქნება. თუ ვინმე ინფორმაციას მოგვაწვის მათ ვინაობას, ჩვენ არ გავამხელთ. თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლე არაფერია. ბავშვს ისევ ეძებენ. ილიას გაუჩინარების დროს დედამისი მესტიაში იყო. აცხადებს ოჯახი. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით კი, რომელიც კვირის პალიტრას ესაუბრა, წლების წინ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა ილიას ბაბუაც. ისიც უგზო-უკლოდ გაქრადის ქორწილში წავიდა სოფელ ჯვარში და მას მერე არავის უნახავს. ნათესავები ამბობენ, რომ ამნეზია დაემართა, მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. ვისაც გაყვა ისინი მანქანით ელოდებოდნენ და რომ აღარ გამოჩნდა ლენჯერში დაბრუნდნენ. მისი კვალი ჯვრამდე მიდიოდა და მერე იმ ხალხმა, ვინც იქ ნახა, პირი შეკრა. თავიდან წამოსდათ ყველაფერი, მაგრამ მერე გადათქვეს. გონი იქ რაღაც დამართეს. სად აღარ ეძებდნენ, მაგრამ ვერსად მიაკვლიეს. ილიას ბაბუა კბილის ტექნიკოსი იყო, ძალიან კეთილი კაცი, ყველა გაჭირვებულს ხელს უმართავდა. საერთოდ ფილფანების დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ მომდევნო ვიდეოები. დაალაიქეთ და გააზიარეთ.